ესაა ჩემი ფული, ჩემი შვილის გაუმარჯოს ღმერთმა. ჩემი ყუბოთ, ჩემს სატირად მოსული ყუბოთ, ესაა ჩემი ფული. მიტირებს, აქ რაღაც ესაა ჩემი ფული. საუბარი ხარ? ხელები რა და ოპერაციები ხელი დაჩეხილი და ისა უბრალოდ კიდევ მუშაობ იმისაც რომ ჩემი ოჯახი შევინახო. ზერწყვილი, მე მიმართავ პარლამენტს, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, თეთრნურდებზე კიდევ დადიხართ ხალხო, მეტრფენები და თქვენი სიამოვნებისთვის გადმოდით ყიბულში 2 საათი გამონახეთ, დაკეტეთ კაბინეტები, ჩასხედით და მოდით ჩვენთან სოციალური პაკეტი მქონდა ჯანმრთელობის, რომელიც მომიხსნეს. მოვიდა სოცაგენტი და მითხრა, ბავშვ დაბადების დღეს რამდენი აჩუქეს უნდა შევავსოთ დეკლარაციაშიო. ეს ან სამართალი? გიზათილარიც დააფიქსირეს იქ და მომიხსნეს ის სოციალური პაკეტი. სირცხვილი, მე ჩემს შვილს გავზი ჯარში არ გავუშვებ, იმიტომ რომ არ იმსახურებს ეს თავრო მამას. ჩვენ გვინდა სახელმწიფოს თანამონაწილეობა ჯანდაცვის სამინისტროში არსებობს სპეციალური შრომის ინსპექცია და დეპარტამენტი და მოვითხოვთ მათი წარმომადგენლების მინისტრის ჩამოსვლას აქ რომ ჩაერთონ პროცესებში. მე ყოველთვის ვამბობდი რომ სახელმწიფო ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. ასევე ბატონი დავით ბერჟუაშვილი არის დღეს უმრავლესობის წევრი. ის გახლავთ მფლობელი GIG ჯგუფის და იყო აქ 2012 წელს გაფიცვების დროს. ის უნდა ჩამოგბრძანდეს აუცილებლად და გაგვცეს პასუხი რას აპირებს ამ შახტებთან მიმართებაში. ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები ბატონ უჩანანუაშვილს ვთხოვ რომ მისი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ადგილზე, რომ პროცესები იყოს მართვადი. ძალიან მოგიწოდებთ სიმშვიდისაკენ და საკუთარი უფლებებისათვის თანმიმდევრული ბრძოლისაკენ. ჩვენ ვართ თქვენს გვერდით, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები. ის რაც მე აქ მოვისმინე, ეს 21 საუკუნეში არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ ყველა ვიზიარებთ ამაზე პასუხისმგებლობას, რომ ადამიანები ელმოვლებს ხელით ატარებენ და ბოქლომით დაკეტილ შახტში მუშაობენ. ეს არის სამარცხვინო მონობა 21 საუკუნეში და ამას ჩვენ ვერ შევეგუებით. დაცული რა უსაფრთხოება არის 20% მეტი არ არის. რომელიც ესენი ძახიან რომ 100%-ით არის უსაფრთხოება დაცული, არ არის უსაფრთხოება, არის 20%. შეიძლება მაგიც არ იყოს გამომდინარე სიტუაციიდან გამომდინარე, მაგიც არ იყოს დაცული ფილმს. რო ყოფილიყო უსაფრთხოება დაცული ასე არ მომივიდო და არ დავმარცხდებოდა. ამ კედის სიტყვით არის დაცული, მაგრამ არ არის. ყველა შახტიორს არ უსურვებ, მაგრამ ყოველ დღიდან მოსალოდნელია დამარცხდნენ და ასე შევსავიდნენ. ეს ამგეთ ეკუთვნით იგი რომ რაც ითხოვენ ის უუნას გაუგო. კაბინეტში არავის არ მოუვას, არავინ არ დამარცხდება კაბინეტში. დამარცხდება შახტიორი, რომელიც ყოველ წუთში, ყოველ წამში შეუძლია სიკვდილ თვალში ჩახედოს. და ამაგეს არაფასებენ ესენი. ურხელფასი არა ვარ. თუ რამე ვთხოვ ხან 100 ლარი, ხან 150 ასე განმომირიცხავს. რომ მათ ხვარც გადუგდება ასე. ესეთნაირად ჩემი საქმე. და მე ვთხოვულობ იმას რომ როგორც ინვალიდ პირველი ჯგუფის ინვალიდს შახტიორს ეკუთვნის დამინიშოს ის ჩემი ხელით და იმით ვებჭამ საჭმელს მომლელი უცლებელია ჩემთვის აგერ მყავს ოჯახობაც ისიც რახადაშია ყოველდღიური მასაჟირება და ყარ ასეთი ამ ფორმებს და ამ მიზანშეწელი საქმე რაც მე მჭირდება ვერ მისრულებენ მე მაგენ. დღეს დასახელებული თანამდებობის პირების მიერ გაკეთდეს საჯარო განცხადება მოლაპარაკების პროცესის დაუყოვნებლივი დაწყების თაობაზე და ხვალ მათი პირადი მონაწილეობით დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი ტყიბულში. წინააღმდეგ შემთხვევაში საგაფიცო კომიტეტი იქნება იძულებული მოიხსნას პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე. ახლა ზომები გვინდა ძალიან გვინდა რომ კანონიერ ფაქტებში ჩავდიოთ ეს მაგრამ არ არის გამორიცხული ხვალიდან უმართავი პროცესები მოხდეს და მოხდეს ისეთი რამე რომელიც დაგვაზარებს ჩვენს და რა თქმა უნდა GIG ჯგუფს და ადმინისტრაციას და ყველა თელ ქალაქს დააზარალებს ხვალ თუ მაგათ არ გადაწყვიტეს ეს საკითხი ნორმალურ ფაქტებში დარდაჟდა მოლაპარაკების პაკეტაზე მოხდება უმართავი პროცესები ვერავინ არ აგებს პასუხს ამას ამის პასუხისმგებლობას ყველა ვიხსნით ჩვენ აი ყველამდე ვაცდით
დანარჩენი ახლა არაფერი შეუსრულებადი არ არის ემათი, არაფერი შეუსრულებადი შეიძლება ზუსტად აი დარეკვის დონეზე გადაწყდეს 5 წუთში და 10 წუთში გადაწყდეს და გითხი ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდეს რაც მინდა გვაქვს დაღენებული და არაფერი ემათ პრობლემა არ შეექმნებათ წარმოება გაგრძელება ამბიჯებს რომ გამოუცხადოთ ხვალვე დღეს აი ამ საღამოს რომ ჩაისმევს ეს ძალიან დაიმუშავებენ შარტაში მიცემენ პროდუქციას და გამოადგება მათ ოჯახებსაც და გამოადგება რა თქმა უნდა ხელმძღვანელობასაც მიგვაჩნია რომ პროცესები უფრო ფართოდ უნდა დავინახოთ ვიდრე მხოლოდ სამართლებრივი პროცედურების ჭრილში ეს უკვე სოციალური პროტესტი არის და შესაბამისად იმის გამო რომ ადმინისტრაცია დიდი ხანია არ პასუხობს მეშახტეთა მოთხოვნებს და არც სახელმწიფო იჩენს რაიმე ქმედით ნაბიჯებს არ დგამს სიტუაცია შევიდა ჩიხში პროცესი არის ფაქტიურად ამოვარდნილი კალაპოტიდან და იმისთვის რომ პროცესის ნორმალიზება მოხდეს აუცილებელია სახელმწიფო თანამდებობის პირების ჩართვა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. იმისთვის რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასწრეს ორივე მხარე და შეთანხმდნენ ორივე მხარისთვის მისაღებ გამოსავალზე. მისაღები გამოსავალი კი აუცილებლად უნდა გამოიხატოს ღირსეული ხელფასების გადახდაში ამ დასაქმებულებისთვის და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაში.